გამარჯობათ. Ამ ქვეყნად ყველაფერში ორი გზაა. ადამიანს ყველაფერში ეძლევა არჩევანი. ამ საქმეშიც ორი მიმართულებაა. თქვენ შეგიძლიათ ღვთის საქმეები აკეთოთ. ხომ იყვნენ მენელსაცხებლე დედები. შექმნათ მალამოები, რაღაც საშუალებები, რომლებიც ადამიანებს დაზიანებულ ადგილებს მოუშუშებენ. გამოადგება დიდს და პატარას, ღვთისადმი მადლობას ათქმევინებს. მაგრამ შეგიძლიათ ეშმაკის თანამებრძოლები გახდეთ. შექმნათ მალამოები, მაკიაჟი, სუნამოები, რაღაც კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ადამიანებს აცტუნებენ, პირდაპირ თუ ირიბად, მაგრამ ცოდვაზე უბიძგებენ. ადამი და ევა ძალიან ლამაზები იყვნენ. ღვთის ხელიდან გამოსული, უცოდველი ნაკეთობა არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო მახინჯი. ხეა ლამაზი, ბუჩქია ლამაზი, უსულო ბუნებაა ლამაზი. მით უმეტეს, ამ ყველაფრის მეუფე უნდა ყოფილიყო ლამაზი. ყველაზე უფრო ახოვანი, ძლიერი, მამაკაცი და ყველაზე უფრო ნატიფი და ლამაზი ქალი, რაც კი ოდესმე გვინახავს, რაც კი ოდესმე გაგვიგია. ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც ოდესღაც იყო. მაგრამ ადამიანებმა მოილაპარაკეს, რომ ღვთის წინააღმდეგ წასულიყვნენ და ცოდვით გაბედნიერებულიყვნენ. ეშმაკთან თანამშრომლობით რაღაცა ხეირი ენახათ. ამის შედეგი იყო ის, რომ დაცემით დამორჩილებული ადამიანი ეშმაკის სამსახურში ჩადგა, მამაკაცები თავისი გაბედულობით და ძალით და ქალები თავისი სინატიფითა და სილამაზით ბოროტების სამსახურში ჩადგნენ. ევა ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ როგორც წმინდა ეფრემასური წერს, ადამთან მივიდაო და მრავალი თხოვნით დაარწმუნა, რომ აკრძალული ნაყოფი ეჭამათ. ევას ცოდვილი ასულები ერთ-ერთში იმეორებენ ამას. მთელი მათი გონება მიმართულია ხოლმე იმაზე, რომ მამაკაცების ყურადღება მიიპყრონ, გაილამაზონ თავი, გაიპრანჭონ და ამითი დაიმორჩილონ. ღვთის საჩუქარი, სილამაზე, მათ ხელში დაღუპვის იარაღად იქცა. ვისაც ნამდვილი სილამაზე გინდათ, ღმერთის მადლი, ღმერთის ენერგია უნდა მოიპოვოთ. მოვლენათა თანმიმდევრობა ასეთია. ღვთის მცნებების დაცვა, მოგანიჭებთ ღვთის მადლს, სამება ღმერთის ენერგიას, მადლი გაგალამაზებთ შინაგანათაც და გარეგნულათაც. რაც უფრო მეტად შევცოდავთ, უფრო დავმახინჯდებით, რაც მეტად განვიწმინდებით, რაც უფრო მეტად უცოდველი ცხოვრებით ვიცხოვრებთ, მით უფრო გავლამაზდებით. როგორც ადამს და ევას მოეჩვენათ, რომ ცოდვით გაბედნიერდებოდნენ, ზუსტად იგივე გვჭირს ჩვენს. ესე გვეჩვენება ხოლმე, რომ შესწოდავ და არაფერი, რაღაცას იხეირებ. გვგონია ხოლმე, რომ გავმდიდრდებით, გავლამაზდებით, დავჭკვიანდებით, შედეგად ვსულელდებით ხოლმე, ვღატაკდებით და ვმახინჯდებით. ცოდვას, რომ ვინმეს გაბედნიერება, გალამაზება, გამდიდრება შეეძლოს, ყველაზე უფრო მდიდარი, ლამაზი, წარმატებული და ჭკვიანი იქნებოდა ეშმაკი. იმიტომ რომ იმან გამოიგონა ეს. ამ დროს ის ყველაზე უფრო მახინჯი, სულელი, ხელმოწარულია, ოდესღაც ანგელოზი იყო და ახლა სიმახინჯის ეტალონად არის ქცეული. ანუ მადლი გაგალამაზებთ, ცოდვა დაგამახინჯებთ. ანგელოზები ლამაზები არიან იმიტომ, რომ აქვთ მადლი, სამება ღმერთის ენერგია. ეშმაკები მახინჯები არიან იმიტომ, რომ ეს ენერგია არ აქვთ და არიან ცოდვილები. ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს ადამიანსაც. ღმერთმა გაგახაროთ.